რას ნიშნავს ხარისხიანი მშენებლობა? რა გზა გაიარა მშენებლობის ტექნიკებმა, რომ დღევანდელ რეალობაში ამ სახით მიგვეხო? Citizen იწყებს საინფორმაციო გადაცემების სერიას, სადაც გაგიზიარებთ თეორიულ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ განასხვაოთ ხარისხიანი მშენებლობა უხარისხოსგან. მე ვარ ანკა ჩოჩია, არქიტექტორი და საუბარს მშენებლობის ყველაზე ფუნდამენტური საკითხით ვიწყებთ. ანუ გიამბობთ საძირკვლისა და რკინა-ბეტონის ხვიმინჯებზე. დამეთანხმებით შენობის სტაბილურობაზე საუბარი მყარი საფუძვლის გარეშე წარმოუდგენელი. და მაინც, რა არის რკინა-ბეტონის ხვიმინჯი? ის შენობის ერთგვარი ფესვებია, რომელიც აღწევს მყარ გრუნტამდე, ანაწილებს დატვირთვას და იცავს შენობას დაჯდომისგან. სხვათა შორის თანამედროვე ხვიმინჯების იდეა პირველად ვენეციელებმა გააცოცხლეს პრაქტიკაში. მთელი ქალაქი ხის ხვიმინჯებზე დგას, რომლებიც წყალქვეშ იმყოფება. დროთა განმავლობაში ეს ხვიმინჯები გაქვავდა და შესაბამისად დღემდე უძლებს დროს. საძირკვლისა და ხვიმინჯების დაპროექტებამდე აუცილებელია გეოლოგიური კვლევის ჩატარება. ეს არის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი, სადაც ხდება გრუნტის კატეგორიის დადგენა და მისი მახასიათებლების შესწავლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს სეისმურ ზონებში, სადაც გრუნტის თითოეული ნიშან-თვისება გავლენას ახდენს შენობის მდგრადობაზე. გრუნტის კატეგორიები შემდეგნაირად იყოფა. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება კლდოვანი გრუნტები, მეორეს მკვრივი და ნახევრად მკვრივი გრუნტები. ხოლო მესამე კატეგორია ფხვიერ და რბილ გრუნტებს მოიცავს. გრუნტის კატეგორია პირდაპირ გავლენას ახდენს სეისმომედეგობის გაანგარიშებაზე. რაც უფრო დაბალი კატეგორიისაა გრუნტი, ანუ უფრო მყარია, მით უფრო მაღალია შენობის სეისმომედეგობა. თავად ხვიმინჯი სულ 3 ტიპისაა. პირველი ბურღვითი, რომელიც შეიძლება 60 მეტრამდე ჩავიდეს სიღრმეში. Citizen-ის მშენებლობისას ზუსტად ეს მეთოდი გამოიყენება. მეორე CFA, იგივე უწყვეტი სპირალური ხვიმინჯი, რომელიც სწრაფი, ეფექტური და იდეალურია რბილი გრუნტებისათვის. და ბოლოს მესამე, დარტყმითი ხვიმინჯები, როგორც უზარმაზარი ლურსმნები. ეს ყველაზე ეკონომიური მეთოდია და ზედგამოჭრილია მკვრივი გრუნტებისათვის. სხვათა შორის მსოფლიოში ყველაზე ღრმა ხვიმინჯი 130 მეტრისაა. ანუ დაახლოებით 40 სართულიანი შენობის სიმაღლის. ხვდებით ხო რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე? მოკლედ, როგორც უკვე მიხვდებოდით, მყარი საძირკველი და სწორად დაპროექტებული ხვიმინჯები თქვენი სახლის ხანგრძლივი და უსაფრთხო სიცოცხლის გარანტია. როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ, კარგი დასაწყისი ნახევარი საქმეა. მომავალ შეხვედრამდე.